აქციაზე ვიქნებით და მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რუსთაველზე გამოვიდეს. ზუსტად 1 წელი გადის, რაც კობახიძემ გააკეთა ის განცხადება და ამის შემდეგ დაიწყო უწყვეტი პროტესტი. მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა აღნიშნულ განცხადებას. ახსნათ სწორად, რატო გამოვიდა ხალხი 28 ნოემბერს შარშან და რატო გამოდის მის მერე და რატო არ შეგვუწყვეტია ბრძოლა. 28 ნოემბერი არ იყო მხოლოდ ის, რომ ევროპასთან სვლა შევწყვიტეთ და ჩვენი მთავარი მოტივი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ აი ევროკავშირში ვეღარ შევალთ. აქ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რითაც წავიდა ქართველი ნების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ. ანუ ეს არის აქ მთავარი. მათ შორის იმ ამორჩევლების წინააღმდეგ, რომელსაც ქართულ ოცნებას ხმა მიაცემეს და ბანერებზე ქონდათ ევროკავშირის დროშები გამოფენილი და ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ერთი თვით ადრე თავისუფლების მოედანზე და ტაშს უკრავდნენ მათი მხარდამჭერები, როდესაც შეპირდა რომ მათ ვადაში შევიდოდა საქართველოს ევროკავშირში, რაც დღეს ვიცით რომ აბსოლუტურად გამორიცხულია, ხო, ნული შანსია. 28 ნოემბერს მოხდა მხოლოდ ერთი რაღაცა, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცალა შანტაჟის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ინსტრუმენტი ევრობიუროკრატებს და განაცხადა, რომ ჩვენ ხვეწნას არ დავიწყებთ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, თორე დაგვიდონ მაგიდაზე, გაგვტესტონ, ხო ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა. მაგიდაზე დატონ დოკუმენტი, ამას ვიმეორებდით, დღესაც ამ პოზიციაზე ვართ და ხვალაც ამ პოზიციაზე ვიქნებით, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით. ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ის 2024 წლის 28 ნოემბერს საფუძველ ჩაყრილ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც არ შეედრება არც წინა სხვა პერიოდებს და მათ შორის არ შეეხება ამ თვითონ ოცნების წინა პერიოდს. ეს განსაკუთრებული ის არის, რა ვიცი. ხო, მას მე რა ესე ვართ, რომ რა ხდება და ყოველ ჯერზე რო ახალი ჩაჭერა. ამიტომ ჩვენ ზოგადად ვიბრძვით იმისთვის, რომ არ დაუშვათ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების წასვლა. ეს მე ვრცელდება ყველაფერს. ჩვენ თუ ამას დაუშვებთ და შევეგუებით რაღაც ეტაპად, ეს მე გავრცელდება ყველა ეტაპზე. მათ შორის ეხლა რომ არაბული ქალაქების თემა ეხლა აქტუალურია, ესეც ხო რისი განსახიერებაა, რომ ზუსტად ვიცით ყველა რომ ქართული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროექტის ამ ფორმით განხორციელების წინააღმდეგია, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ მათ არ აინტერესებთ ქართული ხალხის ნება და მოქმედებენ პირად ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ქართულ ხალხთან. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყანა არის იზოლირებული დასავლეთით. გაითვალისწინეთ და გაითავისეთ ეს, რომ ქართველი ხალხი არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენი ნაბიჯები ომთან მიმართებაში იყო აბსოლუტურად უალტერნატივო. ისე არ გამოვიდეს ახლა 30 წელი ნატოში მიგიღებთო და სადავართ თვითონაც რო არიციან. პირობებს შესრულება. პირობებზე მეუბნებით, ნახეთ უკრაინას რა უქმნის, რა დღეს ჩააგდეს უკრაინა. ხონდეს არავის იმედი, შენი საკუთარი თავის გარდა, არავინ არ მოგეხმარება, არავის არ აწყობს არ შენი დამოუკიდებლობა, არ შენი სუვერენიტეტი, არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთს, არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს. ეს გაწყობს შენ და აწყობს მხოლოდ შენ ხალხს. და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა ის, რომ ქართული ოცნება ატარებს ეროვნულ პოლიტიკას. ან ნამდვილი მთავრობა ყავდეს, რაღაცა მაინც რომ ემჩნეოდეს ამას ეროვნული ამ მთავრობას, უნდა უთხრათ მოდი. ანუ ეს მთავრობას თუ არ შეუძლია გავიდეს ადამიანებთან, ათასობით შეკრებილ ადამიანთან, რომელიც ქვეყნის მთავარ გამზირზე დგას და უკვე წელიწადზე მეტია დგას, ეს მთავრობა აპრიორი გადასაგდებია, ხო? ხო, 13 სექტემბერი ტესტი იყო, შემდეგი 4 ოქტომბერი ტესტი იყო, ხვალინდელი დღე ტესტი არის. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიან ჩვენი მოქალაქეები. თუ ისინი დარწმუნდნენ, რომ აქ 90-იანი წლების გამეორება შეიძლება და რევოლუციის მოწყობა შეიძლება, გარანტირებულად გეუბნებით, რომ გაუჩერებენ მთელ საქართველოს, მაგრამ ვერ დარწმუნდებიან, იმიტომ რომ გამარგინალებულები არიან მთლიანად ეს რადიკალები, თავიანთი ლომჯარიებით და გიგაურებით. აი ესეთი турბულენტობების გავლა გვიწევდა ჩვენ, შემდეგ ის გამჭვირვალობის კანონი აუცილებლად უნდა მიგვეღო, იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტები უნდა გამოგვეცალა ამ ასე ვთქვათ ოლიგარქიული მმართველობისთვის. უყურებთ ახლა სიტუაციას რა. სიამოვნებაში არის ამბავი იმაში, რომ კარგად შეუძლიათ თორემ მოატყუან ამორჩეველი. ანუ მაგალითად უთხრან თუ არა ამორჩეველს, რომ შენს ოპოზიციურ ხმას, ოპოზიციურ ამორჩეველო ყველაზე კარგად წარმოადგენს გვარამია. იქ ნაცების სახელით ვიღაცა მოლაპარაკე. იქ ლელო და არ საქმეზე რომ მიდგება, ესენი შენს წარმომადგენლობაზე უარს იტყვიან, იმიტომ რომ ჩემთან ასეთი გარიგება აქვს. ანუ მე შენ ხმას ვიპარავ ასეთი ფორმით და შენ კიდევ შემდეგი არჩევნებისთვის გამზადებ კიდევ უფრო მეტი სიძულვილით იმ ხალხს, რომელმაც ასე გადაგაგდო. აი კიდევ უფრო მეტი ფსონი დადო მათზე, რომ ისინი ახლა ცოტა დააკლდა წინაზე, ახლა ნახდათ დაამარცხებენ ბიზნესს.
არა და შენ ზუსტად იგივე უნდა გაჭამონ, რომ შენი წარმომადგენელი ვაფშე არავინ არ უნდა იყოს პარლამენტში. ჩვენ არ ვართ უკვე ის საზოგადოება, რომელიც ვიყავით 1 წლის წინ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობით სავსე, პასუხისმგებლობით სავსე საზოგადოებას ხაზგასასმელად ვიზახი ამას, რადგან ეს ჩვენ საქმე დავამტკიცეთ. საქმე დავამტკიცეთ იმ ხალხმა, რომელიც ყოველდღე სასამართლოებში დადიოდა. საქმე დავამტკიცა იმ ადამიანებმა, რომელსაც სოლიდარობის და ამ ქვეყნის რაღაც ეროვნული სულისკვეთების ბოლომდე გაყვანის მიზნით ყოველდღე წვიმაში, თოვლში, ქარში გარეთ დგას 1 წელიწადზე მეტია. სამწუხაროდ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ პოლიტიკური განცხადების მოსასმენად გამოვიდეთ, რადგან მეორე მხარეს არიან ბევრი გონება ზის და ბევრი გონება მუშაობს იმაზე, რომ აქ პოლიტიკურად ვინმე რაღაც მასას თუ წარმოადგენდა, ყველა გააქრეს, ხო? შესაბამისად, არ იქნება, ვერ გაკეთდება ხვალ ვერანაირი პოლიტიკური განცხადება ისეთი, რაც ამ რეჟიმს დაამთავრებს. შესაბამისად, პოლიტიკური განცხადება თუ არ გაკეთდება, უნდა ესე მთელი ყურადღება და ძალა უნდა მიმართოთ მეორე ალტერნატივაზე, რაც არის ქუჩა, რაც არის ეროვნული პროცესი, რაც არის ქართველების ეს ფიცხი და ცხელი და ცეცხლოვანი ხასიათი. თან პრობლემა რა შეიძლება რაც არ უნდა მოიფიქრო და შესთავაზო პოლიტიკოსმა ადამიანებს, ხო? მათ შეთავაზებათ მიაჩნიათ მარტო ის თუ შენ გადიხარ პარლამენტთან, მე ახლა აქ შიმშილობ, მოდით ახლა გავიდეთ ამ ქუჩაზე, გადავკეტოთ ეს ქუჩა, გადმოვკეტოთ ის ქუჩა, გავაგდოთ ბიზინა ჩელიაბინში. ეს თუ ასეთ რამეს არ თავაზობ, სხვა რაც უნდა მოიფიქრო, რაღაცნაირად გიყურებენ, რომ ნუ რა არის, ეს არ არის პოლიტიკა. ხო და მე ეს გონია მთელი ხოცების მთელი ამ ყველაფერს ჩართულობა მაშინ მდგომარეობს, რომ მარტო ეს იყოს, ქუჩების გადაკეტვაზე იყოს ბაზარი, იყოს იქ ვინ ის არის, რა ქვია, წმინდა და ვინ არ არის წმინდა, დაორგანიზოს სხვადასხვა უსაქმური კამათები. შეიძლება ალგორითმი ან სქემა რითიცაც მოქმედებს აქ საქართველოს ხელისუფლება და იქ რუსეთის ხელისუფლება ერთ-ერთში ერთმანეთს არ გავდნენ, მაგრამ ლოგიკა აქვთ ერთნაირი, ხო? იქ ახლა იმათ სხვა ამოცანები ქონდათ, სხვა მასშტაბი ქონდათ, ხო? დღის წესრიგში შეიძლება იქ სხვა ის გამოწვევები იყოს, ხო? აქ სხვა იყოს. და იმის მიხედვით პირველი ვინ უნდა რომელი კუნძული მოსპონ, რომელი საზოგადოების რომელი სეგმენტი ისაქნან მიჭირხვნონ, როგორც ბატონი ბიზინა იტყოდა. ხო, აი ამ არჩევნებშია განსხვავება, თორე ლოგიკა, რასაც აკეთებენ ესენი და ისინი, დიდად არ განსხვავდება, ხო? აქამდე იყო ჩვენ მაინც იმათგან განსხვავებით, წინებისგან განსხვავებით, ციხეში ხალხს არ ვაწამებთო და როგორც ჩანს, იყო შედარება მაინც მართლა არ არის ის ბევრად უარესი იყო, მაგრამ მედია როცა აღარ იქნება დამოუკიდებელი და არასამთავრობოები არ იქნებიან და სახალხო დამცველი რაც არის ეგ იქნება, მერე თუ გინდა აწამებ ციხეში და თუ გინდა რას ამბის გამომტანი არავინ არ იქნება მან.